ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს ნომერ 1-მა და მსოფლიო რეიტინგის 102 ჩოგანმა გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსური პრობლემები და შესაბამისი სამსახურების მხრიდან უყურადღებობა დაასახელა. მეგობრებო და გულშემატკივრებო, მინდა გითხრათ, რომ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და გადავწყვიტე საჩოგბურთო ტურნირებში ამერიკის სახელით გამოვიდე. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან ძნელი, მეტიც მტკივნეული იყო, რადგან სული და გულით ქართველი ვარ. ანა ტატიშვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს. ქვეყნის ნომერ 1-მა ჩოგანმა საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარი Facebook-ის გვერდით გააცნო. მიზეზად საქართველოს სპორტული უწყებების მხრიდან გულგრილობა დაასახელა. ქართველი ჩოგბურთელი ასევე ამბობს, რომ მას მცირე ფინანსური დახმარება საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 2010-2012 წლებში ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად გაუწია. მესმის, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ უყურადღებობის მიზეზი მაინც გულგრილობა მგონია. ხშირ შემთხვევაში ვგრძნობდი დამცირება საქართველოს სპორტული ხელმძღვანელობისგან. წლებია მქონდა შემოთავაზებები, რომ წარმომედგინა სხვა ქვეყნები, მაგრამ სანამ საშუალება მქონდა, ამას არ ვაკეთებდი. ანა ტატიშვილის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საქართველოში სპორტული უწყებების წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ქართულ ჩოგბურთელს სახელმწიფო ყველანაირ დახმარებას უწევდა და მათი მხრიდან უყურადღებოდ არასდროს დარჩენილა. ჩვენ მხოლოდ გაკვირვება შეიძლება გამოვთქვათ, რადგან 2010 წლიდან სახელმწიფომ გააკეთა იმაზე მეტი, რაც უნდა გაეკეთებინა ამ სპორტსმენისთვის. მე რა ვისვარ დავიჭერთ, ვისაც წასვლა უნდა, კი ბატონო, მიიღო მონაწილეობა და ყურადღება, რაც ჩვენთან არის და ფაქტიურად რაც ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად ვიყენებთ იმ საშუალებებს, რაც გაგვაჩნია და ყველა სპორტსმენს ვაქცევთ ყურადღებას. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი ამბობს, რომ მსოფლიო ასეულში მყოფი ჩოგბურთელის დაფინანსება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყნის შესაძლებლობების ფარგლებში სახელმწიფოსთან იყო მიღებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც ანა ტატიშვილი 2014 წლის მანძილზე ამერიკაში დაფინანსებას მიიღებდა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, იმიტომ რომ ანა იყო ჩვენი პირველი ნომერი, მასზე სწორდებოდა ახალგაზრდა თაობა, სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი და ფედერაციაც ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, რომ ანას გვერდზე დგომოდა. 24 წლის ანა ტატიშვილი ამჟამად 609 ქულით 104 ჩოგანია. 2012 წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა 50-ში შედიოდა.